თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. 1964 წლის 12 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე ვოსხოდ პირველი გაუშვა, რომელიც პირველი კოსმოსური ხომალდი იყო რამდენიმე ადამიანით ბორცე და პირველი გაფრენა კოსმონავტიკაში კოსმოსური სკაფანდრების გარეშე. მას შემდეგ 60 წელზე მეტი გავიდა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ძალიან ხშირად იწერებოდა და დღესაც უფრო მეტი იწერება თემაზე ბლეფი, საბჭოეთი და კოსმოსი. ტყუილი და სიცრუეში მილიონობით ადამიანის ცხოვრება საბჭოთა კავშირისათვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც ჩვენთან ხის დარგვა ან პურის გამოცხობა. პრინციპში ხის დარგვა და პურის გამოცხობა აშკარად უფრო კეთილი საქმე იყო, ვიდრე ის მარაზმი და ტყუილი, რასაც საბჭოთა კავშირში ვაწყდებოდით და ხშირად ფარდა დანარჩენი მსოფლიოსათვის კარგახნის მერე აიხადა. დღეს კიდევ ასეთ მაგალითზე გიყვებით, რომლის შესახებ სიმართლე 10 წლეულობის შემდეგ გახდა ცნობილი. უпроსორად საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. 1964-ში სერგეი კოროლიოვს ამბავი მიუტანეს. მამაძაღლი ამერიკელები ამზადებენ ხომალდს ჯემინი, იგივე ტყუპები, რომლითაც 2 კოსმონავტი უნდა გაუშვანო. კოროლიოვი მოგეხსენებათ გახდა საბჭოთა კოსმოსური პროგრამის მთავარი არქიტექტორი, რომლის გარეშე საბჭოთა კოსმოსი არაფერი იქნებოდა. მან გაუშვა პირველი თანამგზავრი სპუტნიკი კოსმოსში, ერთი სიტყვით ამერიკელების ჯინაზე და ჯიბრზე, რაზეც აგებული იყო მთელი სოციალიზმი და კომუნიზმი, ახტა დაახტა საბჭოთა კოსმონავტიკა და კიდევ ერთხელ ვოსხოდი გაუშვა. ხომალდი სინამდვილეში ერთ კოსმონავტზე იყო გათვლილი. არადა უნდათ რომ 3 ჩაესვათ, რადგან თუ ამერიკა 2-ს უშვებს, ესენი არა მარტო უნდა დაწეოდნენ, უნდა გაესწროთ ნასასთვის. კოროლიოვმა კატაპულტირების სავარძელი გააძევა, 3 მაინც არ ჩაეტია. მერე თქვა კატაპულტის გარეშე ამათ ცოცხალი რა გადაარჩენსო და თუ მაინც ხოცავთ, სკაფანდრები რაღა ჯანდაბათ უნდათო. იპოვეს პატარები, არბენინეს, აშიმშილეს, კიდევ უფრო დააპატარავეს, გააშიშვლეს და პირდაპირ ნიშნულობით 3 ადამიანი წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკებით ხომალდში ჩატენეს. არის ასრულდა ამერიკელებს ჯერ 2 კაციანიც არ გაუშვიათ და ჩვენებმა უკვე 3 კაცი გააფრინესო. ვინ იფიქრებდა რომ ერთადგილიან კაბინაში 3 შიშვალ ნახევარკაც ჩატენიდნენ. ამ მომენტისათვის ამერიკელები უკვე მიხვდნენ რომ კომუნისტების სიტყვა არა მხოლოდ ტყუილ შეიცავს, აუცილებლად მთლიანად ტყუილია. კენედის კოსმოსური ცენტრის დირექტორმა კურტ დუბენისმა ამას რუსული ტექნოლოგიური სოფისტიკა უწოდა. ანუ ამერიკელებმა გამოიგონეს კოსმოსში გასაგზავნი 2 კაციანი ხომალდი, ამათმა კი კატაპულტირების სავარძლის ხარჯზე და დასუსტებული ადამიანების ჩაკვეხებით ვითომ და 3 კაციანი ხომალდი შექმნეს. აი ასეთი სასაცილო და ბლეფი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.